მაყურებელს კიდევ ერთხელ განუმარტოთ ჩვენი ხედვა მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან და ასევე მაუწყებლთა ქცევის კოდექსთან დაკავშირებით. მე მოგეხსენებათ, რომ კომუნიკაციების კომისია არის დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაზე, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფაზე, რაც დამეთანხმებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის. მედია, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ინსტრუმენტი, კარგად მოგეხსენება თუ რა გავლენის შესაძლებლობა და მოხდენა შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ამ ნაწილში. რაც შეეხება კანონს და კანონში განხორციელებულ ცვლილებას 2025 წლის აპრილში განხორციელდა ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რამაც თქვა შემდგომი რამ, რომ რეგულირების ქვეშ, კანონის რეგულირების ქვეშ უკვე მოექცა ისეთი საკითხები, როგორიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობის დაცვა, პასუხისუფლება, ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიც არის ადამიანის ღირსების და პატივის შელახვა და ამასთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოს, რომ ჟურნალისტური სტანდარტები და მანამდე მოქმედი მაუწყებლობის ქცევის კოდექსი, რომელიც 2000 ჯერ კიდევ 2009 წელს არის მიღებული, ამას ისედაც არ რეგულირებდა, ამას და რაღაც განსაკუთრებულ სიახლესთან ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლიანი მედია, რომელიც იცავს მედიაში არსებულ და ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებს, ამ სტანდარტებით ისედაც უნდა ეხემძღვანელა, თუმცა დრომ და გარემოებამ და ანალიზმა აჩვენა ის ვითარება, რომ სამწუხაროდ წლების განმავლობაში ეს მაუწყებლთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა და შესაბამისად საკანონმდებლო გადაწყვეტილებით უკვე ეს შინაარსობრივი რეგულაცია ამ საკითხების გადავიდა კანონის მოქმედების სფეროში. პატარა ექსკურსს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, რომ კანონის მიღების შემდგომ უკვე კანონმდებელმა გააკეთა დათქმა ამასთან დაკავშირებით, რომ მაუწყებლებს მიეცათ ორთვიანი, ვთქვათ, საშეღავათო პერიოდი, რომ ის არსებული პრაქტიკა, სარედაქციო პრაქტიკა, რაც არსებობდა და მე მგონია ყველა თავხდებით, რომ არ იყო ეს პრაქტიკა საზოგადოების მისაღები, ასე ვთქვათ, ამ რეგულაციების ჩარჩოებში მოექციათ და გადასულიყვნენ რეგულირებით, ასე ვთქვათ, დადგენილ ნორმებთან. ამის შემდგომ, კანონის მიღების შემდგომ უკვე კომისიამ შეიმუშავა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი ამ შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით, გზამკვლევი, რომელმაც ძალიან მკაფიოდ განმარტა, თუ რა არის სამართლიანობა, რა არის მიუკერძოებლობა, რას ნიშნავს პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები, როგორ უნდა გაიმიჯნოს მოსაზრება ფაქტისგან და ასევე ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული და აღწერილი ამ დოკუმენტში, თუ რაზე გაამახვილებდა კომისია ყურადღებას და რა იქნებოდა შეფასების კრიტერიუმები ამა თუ იმ გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ეს დოკუმენტი მაუწყებლებს დაეგზავნათ გასული წლის 2025 წლის სექტემბერში, თუმცა უცნაურად და გასაკვირად არც ერთ მაუწყებელს შენიშნა რაიმე სახის კომენტარი აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. რით შეიძლება აიხსნას ასეთი დამოკიდებულება იმ კრიტიკის გათვალისწინებით, რაც შეხვდა ამ კანონმდებლობას? არანაირი კრიტიკა დოკუმენტთან დაკავშირებით და იმ გზამკვლევთან, რომელშიც როგორც აღნიშნე ძალიან დეტალურად არის გაწერილი ყველა ის საკითხი, რაც რეგულირებაში მოექცა, ეს შენიშვნები არ გამოთქმულა. გარდა ამისა, მე როგორც ახალ არჩეულმა კომისიის თავმჯდომარემ
საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, იქიდან რომ არის თუ ხედავთ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, შევხვდი აუწყებლებს ძალიან ისეთი საქმიანი ფორმატი იყო შეთავაზებული, რომ გვემჯერა იმ ყველა იმ გამოწვევაზე, მათ შორის აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით თუ არსებობდა კიდე დამატებით რაიმე კითხვები, თუ როგორ უნდა შედგეს სარედაქციო პოლიტიკა, რას გულისხმობს კანონი, რაზე გაამახვილებს თქვათ კომისია ამა თუ იმ გადაცდომის შემთხვევაში ყურადღებას, მაგრამ არც ამ შეხვედრის შედეგები შემდგომი ანალიზის დაკვირვების შედეგად ვერ გამოვლინდა და ვერ მივიღეთ. манипуляციები და სპეკულაცია რაც შეეხება რომ თითქოს ის რომ ეს რეგულაციები არის რაღაცა შემზღუდავი მედიის წინააღმდეგ მიმართული, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული. სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევის მცდელობაო, ასეთ ცდილობენ შეფუთონ ცალკეული მედიის წარმომადგენლები. პირდაპირ შემიძლია ფაქტების დონეზე დაგიდასტუროთ, რომ აბსოლუტურად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს, ვიდრე თქვათ ეს გამოთქმული მოსაზრებებია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ეს ორთვიანი საშეღავათო პერიოდი, კომისია კანონი მიღებულია, როგორც ცვლილებები კანონში მიღებულია, როგორც აღნიშნე 2025 წლის აპრილში, როგორც წელიწადი სრულდება, თუმცა კანონზე მორეაგირე და აღმასრულებელი უწყება ამ შემთხვევაში კომისია ჯერ კიდევ თითქმის წელიწადია რჩება მხოლოდ საჩივრებზე რეაგირების რეჟიმში და არ შესულა შინაარსობრივი რეგულირების ნაწილში. სულ 10 საჩივარია ამ შინაარსობრივი რეგულირების კონტექსტში განხილული. აქედან 4 შემთხვევაში მაუწყებელი ცნობილი იქნა სამართალდამღვრად, თუმცა 4-ვე შემთხვევაში გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან. ამას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის სადამსჯელო მექანიზმი. არგუმენტი და აპელირება იმაზე, რომ ეს ვინმე სჭირდება სადამსჯელო მექანიზმის გამოყენება რომ დომოდა, კომისია შეეძლო უფრო მკაცრი სანქციებიც გამოეყენებინა და უფრო მათ შესულიყო, თქვათ, ამ პროცესში, ვიდრე მანამდე იყო შესული. მაგრამ ფაქტი და მოცემულობა და შედეგი არის ის, რომ ვერც ამ ასეთმა დამოკიდებულებამ ვერ შეცვალა სამწუხაროდ ის სურათი, რაც გვაქვს მედიაში და კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავითარ შემთხვევაში ეს რეგულაციები არ არის მიმართული არც ერთი მედია საშუალების შეზღუდვისკენ, პირიქით რეგულაციები არის მიმართული იმის, რომ გაჯანსაღდეს დღეს არსებული მედია გარემო